შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ ომი დასრულებასთან ახლოსაა და მოლაპარაკებები მომდევნო 2 დღეში შესაძლოა განახლდეს. CNN-ის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მეორე რაუნდის გამართვის შემთხვევაში მას სავარაუდოდ ვიცე-პრეზიდენტი JD Vance უხელმძღვანელებს. ამერიკის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით კი ირანის მიმართ დაწესებულმა საზღვაო ბლოკადამ პრაქტიკულად სრულად შეაჩერა ქვეყნისკენ და ქვეყნიდან საზღვაო გზით მიმდინარე ეკონომიკური ვაჭრობა. დიდი ბრიტანეთის პრემიერი ტრამპის საზღვაო ბლოკადას ემიჯნება. კირ სტრამერის თქმით, ბრიტანული გემები და სამხედროები ჰორმუზის სრუტის ჩაკვეტვის ოპერაციაში არ ჩაერთვებიან. მისი განცხადებით, გაერთიანებული სამეფო პირდაპირ კონფლიქტში შესვლას არ აპირებს, რადგან მსგავს ქმედებას მკაფიო სამართლებრივი საფუძველი და წინასწარ გააზრებული გეგმა სჭირდება. ოფიციალური თეირანი 5 არაბული სახელმწიფოსგან კომპენსაციის გადახდას ითხოვს. გაეროში ირანის ელჩი საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინს, კატარსა და იორდანიას, ამერიკისა და ისრაელის თავდასხმებში მონაწილეობაში ადანაშაულებს. დიპლომატის მტკიცებით, აღნიშნულმა სახელმწიფოებმა საერთაშორისო ვალდებულებები დაარღვიეს. შესაბამისად, მათ ომის დროს მიყენებული ფინანსური და ინფრასტრუქტურული ზარალი უნდა აანასხაურონ. ისრაელი და ლიბანი პირდაპირ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. როგორც სახტების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნული, ისრაელმა მხარი დაუჭირა ყველა არასახელმწიფო შეიარაღებული ჯგუფის განიარაღებას და მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის დაშლას ლიბანში. უნგრეთის მომავალი პრემიერი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის განკუთვნილ 90 მილიარდი ევროს ღირებულების სასესხო პაკეტს არ დაბლოკავს. პეტერ მადიარმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა დაფინანსების მექანიზმში მონაწილეობას არ მიიღებს, ვინაიდან ბუდაპეშტი მძიმე ფინანსურ კრიზისშია. მისი თქმით, ახლა მთავარი პრიორიტეტი კუთვნილი ევროპული ფონდების დაბრუნებაა.